ჩემთვის საუკეთესო წიგნი. შეჭამე ბაყაყიდან ვერ გაიგო ინკასმა მართლა ბაყაყი რატო უნდა შევჭამო და რო არ შეჭამო, იმიტომ ეს უნდა წაიკითხო. მეორე არის აკოცე ბაყაყს. კაცო გადაირია, კაცი რატო ვაკოცო ბაყაყს, ხალს ვაკოცებო, ცოლს ვაკოცებო. არა, ხალს უნდა აკოცო, ცოლს უნდა აკოცო, მაგრამ აქ წერია რომ აკოცე ბაყაყს და ბაყაყს რო არ აკოცო, იმიტომ უნდა წაიკითხო ეს წიგნი. ეს არის ძვირფასი წიგნი და ყველა ახალგაზრდას ურჩევ რომ ეს ორი წიგნი წაიკითხოს და თუ გინდა რომ იყოთ მენეჯერები, მენეჯერია დღეს თავარი, ხო, გაყიდვების მენეჯერია დღეს ყველაფერი და ყველა სფერო. აიყურეთ სუპერ ვარსკვლავი, გახდი გაყიდვების სუპერ ვარსკვლავი. დედამიწის ზურგზე თუ რამე არსებობს ბიზნესში, არის გაყიდვების მენეჯერი. თუ ძლიერი გაყიდვების მენეჯერი ხარ, მაშინ ცხოვრებაში პრობლემა არ ქონია. ეს წიგნი უნდა წაიკითხო კარგად. და რომ გაიზრდებიან, ეს წიგნი უნდა წაიკითხონ და ყველაფერი ქვეყანაში იქნება კარგად. განათლებულ ადამიანზე უკეთესი არაფერი არ არის. როცა გოგო თხოვდება, კითხულობენ რომ რა აქ დამთავრებულიო. როცა ბიჭ-ცოლი მოყავს, იმასზეც კითხულობენ რომ რა აქ დამთავრებულიო. ერთი სიტყვით განათლებაზე უკეთესი არაფერი არ არის. მოდი ახლა რო არ გაგვიგზელდეს, მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მინდა თელს საქართველოს უთხრა და მით უმეტეს აჭარის მთავრობას, რომელიც ჯერ აჭარაში არ ყოფილა, ისეთ რამეს ვთავაზობ აჭარის მთავრობას, მაგრამ ერთი წუთით ნახოთ აბა დარბაზი წამოვგზავნით. აი აქ არის BYD-ის წამოვგზავნით. ეს არის BYD-ის ცენტრი, ჩათვალეთ ჯეტურის და იმ ავტომობილების, რომლებსაც ჩვენ ვყიდით, ხო? ეს არის ჩვენი საწყობი, რომელიც არის გათვლილი დაახლოებით 100 მანქანაზე. არის საწყობი, რომელიც გათვლილია 100 ავტომობილზე და ახლა წამოვგზავნით. ეს ვინ არის? აქ რა მოგიყვანაო, ხო იცი როგორ არის? წამოვგზავნით. ადგილი, სადაც სითბო და სიყვარულია.